არსებობს ეგრეთ წოდებული ოთახები, სადაც ნებაყოფლობით შედიხარ იმ რწმენით, რომ უსაფრთხოდ ხარ, მაშინ როცა ისინი ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ ანგრევენ შენს გონებას. შენ სავარაუდოდ ჩართე ეს ვიდეო იმ მოლოდინით, რომ იხილავდი ფიზიკურ ლოკაციებს, ომის ცხელ წერტილებს, მომაკვდავ ეკონომიკებს ან კრიმინალურ უბნებს. გეტყვი, რომ არასწორ ჟუკას უყურებ. საყოველთაო რწმენით, განადგურება მოდის უეცარი, ძალადობრივი გარე კატასტროფისგან. მოულოდნელი მტერი, ფიზიკური საფრთხე, რომელიც მუხლებზე დაგაჩოქებს. ეს ტყუილია. განადგურება ინფექცია. ის ვრცელდება იმ ფსიქოლოგიურ გარემოში, რომლის დატოვებაზეც უარს ამბობ. იმ ადგილებში, სადაც ყოველდღე შედიხარ და რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი შენი ამბიციის, სიცხადისა და ძალის გასანადგურებლად. დღეს მე გამოვავლენ იმ უხილავ ოთახებს, რომლებიც ჩუმად განადგურებენ. მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე მეორე ოთახს. სავარაუდოდ შენ ახლაც სწორედ იქ ხარ. გაიხსენე სად მიდიხარ, როცა მარცხდები. როდესაც გეგმა იშლება, როდესაც უგულებელ ყოფენ, როდესაც სამყარო შენს წინააღმდეგ ტრიალდება და შენი სიამაყე იმსხვრევა. მიდიხარ ხალხთან, ვისაც ესმის, ვინც თავს გიქნევს, ვინც სასმელს გისხამს და გეუბნება, რომ თამაში თავიდანვე უსამართლო იყო. კეთილი იყოს შენი მობრძანება განადგურების პირველ ადგილას, წამებულთა სასამართლოში. ეს არის გარემო, რომელიც მთლიანად წუწუნის ვალუტაზეა აგებული. მეგობართა წრე, სპეციფიკური ონლაინ საზოგადოება, სამსახურის მოსასვენებელი ოთახი. ეს არის სივრცე, სადაც ყველას სისხლისდის, მაგრამ არავინ ეძებს სახვევს. ისინი მხოლოდ აუდიტორიას ეძებენ. ეს თერაპიას და ღრმა ვალიდაციას გავს. რეალურად კი ფსიქოლოგიური კასტრაცია. ადამიანის ბუნება ძლიერ არის მიდრეკილი ბედისწერის დადანაშაულებისკენ. ადამიანები თავიანთ უბედურებაში ძირითადად ბედისწერას ადანაშაულებენ, ხოლო წარმატებას საკუთარ სიბრძნეს მიაწერენ. როდესაც გარს იხევ ადამიანებს, რომლებიც ამართლებენ შენს გამართლებებს, შენი ამბიცია შიმშილით გვდება. წამებულთა სასამართლო წარმოუდგენლად კომფორტულია. ამ ოთახში შენი წარუმატებლობა არასოდეს არის შენი ბრალი. დამნაშავე ეკონომიკაა, ალგორითმია, შენი ბავშვობაა, კორუმპირებული სისტემაა. მაგრამ გახსოვდეს, კომფორტი პარალიზატორია. შეხედე პიერო სოდერინის ტრაგიკულ დაცემას, ფლორენციის სახელმწიფო მოღვაწეს მაკიაველის ეპოქაში. სოდერინი კარგი სამართლიანი კაცი იყო. მან გარს შემოიკრიბა მორალისტები და იდეალისტები. როდესაც დაუნდობელი მედიჩების ოჯახი არმიით მიადგა ფლორენციის კარიბჭეს, სოდერინის არ უმოქმედია სათანადო აგრესიით. ის იჯდა თავის მაღალზნეობრივ თანამოაზრეებთან ერთად, წუწუნებდა სამყაროს სისასტიკეზე და ელოდა, რომ მისი თანდაყოლილი სიკეთე გადაარჩენდა მას. არ გადაარჩინა. ის ჩამოაგდეს, განდევნეს და მისი რესპუბლიკა განადგურდა. სიცოცხლე საკუთარი ხელით შექმნილ თავშესაფარში დაასრულა, როგორც ძალადობრივ რეალობასთან ადაპტაციაზე კატეგორიული უარის თმის მსხვერპლმა. როდესაც წამებულთა სასამართლოში შედიხარ, თმობ შენს ქმედით უნარიანობას. ჩვენ ქართველებს ისტორიულად სისხლში გვაქვს გამჯდარი ამ ოთახის სიყვარული. ჩვენი ეროვნული ნარატივი ხშირად სწორედ წამებულის კომპლექსზე დგას. გეოპოლიტიკურ მდებარეობას, იმპერიებს, ისტორიულ უსამართლობას ვაბრალებთ ყველაფერს და ამ გლოვაში უპოულობთ კომფორტს. სხედვარს და ვამაყობთ, რომ დავიჩაგრეთ, მაგრამ სულიერად გადავრჩით. რეალურად კი ეს ეროვნული მასშტაბის თავისმართლებაა, რომელიც ინდივიდუალურ დონეზეც ზუსტად ისევე გვანადგურებს, როგორც სახელმწიფოს. ხდები საკუთარი ტრაგედიის პასიური მაყურებელი. აღარ სვამ კითხვას, როგორ ვაქციო ეს მარცხი ჩემს იარაღად და სვამ კითხვას, ვის შემიძლია დავაბრალო ეს ტკივილი. ამ ოთახში მყოფ ხალხს რეალურად არ სურს შენი წარმატება. თუ გაიმარჯვებ, უზარმაზარ საფრთხედ იქცევი. დაამტკიცებ, რომ გალიის კარი მთელი ეს დრო ღია იყო. გააბათილებ მათ მთლიან იდენტობას, რომელიც დაჩაგრული სტატუსზეა აშენებული. შეძულდები გაქცევის გამო. ამიტომ ისინი თანაგრძნობით გაბრუებულს გამყოფებენ. თანაგრძნობა არის ნარკოტიკი, რომელიც გვერდს სულის შენს ლოგიკურ ტვინს. ის სიყვარულის იმიტაციას ქმნის, მაგრამ სინამდვილეში ის საბელია. გამოდი მსხვერპლთა წრიდან. თუ შენს ირგვლივ მყოფი ადამიანები აქტიურად არ ღორიან სისხლს არენაზე, მათთან ბრძოლაზე არ უნდა საუბრობდე. იმ წამსვე, როცა შეამჩნევ, რომ მარცხის გამო ზურგზე ხელის გადასმას ეძებ, შეიცანი მახე. გადაყლაპე დანაკარგი. აიღე მასზე პასუხისგებლობა. თუ გტკივა კარგია, ასეც უნდა იყოს. ტკივილი ერთადერთი მასწავლებელია, რომელიც არ იტყუება. არ მისცე წამებულთა სასამართლოს უფლება გაგიყუჭოს ეს გაკვეთილი. მაგრამ თუ პირველი ოთახი თანაგრძნობით განადგურებს, შემდეგი ადგილი განადგურებს ბევრად უფრო დამათრობელი რამით.
რაღაცით, რასაც შენ აქტიურად, სასოწარკვეთით დაასდევ. მივედით მეორე ოთახთან. ადამიანური პატივმოყვარეობის მიერ შექმნილ ყველაზე საშიშმა ხეში, მლიქვნელობის კარზე. სამეფო კარი ყოველთვის სავსეა მლიქვნელებით, გვაფრთხილებდა მაკიაველი. ადამიანები იმდენად ბედნიერად არიან შთანთქმულნი საკუთარი საქმეებით და ისე ეძლევიან თვითმოთხოვებას, რომ რთული არ გახდნენ ამ ჭირის მსხვერპლნი. გესმის სიტყვა მლიქვნელობა და წარმოგიდგენია ისტორიული მეფეები, რომელთა ფეხებთანაც მსახურები ემხობიან. ფიქრობ, რომ იმუნიტეტი გაქვს, რადგან გვირგვინს არ ატარებ. არ გაქვს. შენთვის მლიქვნელობის კარი არ არის ფიზიკური სასახლე. ეს არის გარემო, რომელიც გაქებს პოტენციალისთვის და არა შესრულებული საქმისთვის. ესენი არიან მშობლები, რომლებიც გეუბნებიან, რომ გენიოსი ხარ მხოლოდ იმიტომ, რომ საბაზისო ტესტი ჩააბარე. ესენი არიან სოციალური ქსელის გამომწერები, რომლებიც იწონებენ შენს განცხადებას გრანდიოზულ პროექტზე, რომელიც ჯერაც კი დაგიწყია. ესენი არიან მეგობრები, რომლებიც გეუბნებიან, რომ შენი საშინელი ბიზნეს იდეა გენიალურია, რადგან ზედმეტად ლაჩრები არიან საიმისოდ, რომ გული გადგინონ. გაინტერესებს, რატო გაგანადგურებს ეს? იმიტომ, რომ დოფამინი აბსოლუტურად ბრმაა. twins არ შეუძლია გაარჩიოს ნეიროქიმიური ჯილდო, რომელსაც იღებს გამარჯვებაზე საუბრისას, იმ ჯილდოსგან, რომელსაც იღებს რეალური მიღწევისას. როდესაც ცხოვრობ სივრცეში, რომელიც ფეხზე მდგომი გიკრავს ტაშს უბრალოდ იმისთვის, რომ არსებობ, კარგავ იმ შიმშილს, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ საშიში გახდე, ხდები რბილი, მოუქნელი, პროგნოზირებადი. გაიხსენე მაკედონიის მეფის პერსევსის ისტორია. მან მემკვიდრეობით მიიღო ვრცელი იმპერია და ძლიერი არმია, მაგრამ გარს შემოიკრიბა პირფერები, კაცები, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ მისი ტაქტიკა უნაგლო იყო, რომ რომის რესპუბლიკა სუსტი იყო, რომ მისი მემკვიდრეობა ღმერთების მიერ იყო წინასწარ განსაზღვრული. როდესაც ის საბოლოოდ შეხვდა რომაელებს პიდნას ბრძოლაში, ომის სასტიკმა დაუნდობელმა რეალობამ დაამსხვრია მისი მკრიფე ეგო. არმია 1 საათში განადგურდა. ის გაიქცა ბრძოლის ველიდან ატირებული და საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებდა. ის რომაულმა מחვილმა კი არ გაანადგურა, არამედ საკუთარი კარის აპლოდისმენტებმა ბრძოლის დაწყებამდე ბევრად ადრე. თუ ოთახში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ხარ, არასწორ ოთახში ხარ. ამ ოთახის ყველაზე საშიში ქართული მანიფესტაცია, ჩვენი სუფრა და ტრადიციული სადღეგრძელოებია. შევქმენით კულტურული ინსტიტუტი, სადაც საათების განმავლობაში ვსვამთ ერთმანეთის პოტენციალის სადიდებელს. ვეძახით ერთმანეთს ლომებს, გენიოსებს და ეპოქის შემქმნელებს, მხოლოდ იმისთვის, რომ ერთად ვსხედოთ. ეს არის კოლექტიური ფსიქოლოგიური ტრანკვილიზატორი. სუფრიდან დგები იმ განცდით, რომ უკვე მიაღწიე მწვერვალს. მეორე დღეს კი რეალობა ისეთივე უფერულია, როგორიც მანამდე იყო. შენ უკვე მიიღე დიდების დოფამინის საქმის კეთების გარეშე. მაგრამ თუ ოთახში ყველაზე მეტად ნაკები ადამიანი ხარ, სასაკლაოზე იმყოფები. ისინი შენს ეგოს დასაკლავად ასუქებენ. რატომ რჩები, რატომ სვამ საწამლავს? იმიტომ, რომ ვალიდაცია გწყურია. იმიტომ, რომ შინაგანი რწმენა გაგლია. გინდა ვიღაცამ შემოგხედოს და გითხრას, რომ სწორ გზაზე ხარ, რომ გამორჩეული ხარ. შეწყვიტე სამყაროსთვის ნებართვის თხოვნა, რომ იყო დიადი. როდესაც ხალხი გეუბნება, რა მაგარი ხარ, შენი ფსიქოლოგიური თავდაცვა სუსტდება. წყვეთ ბრმა ზონების შემოწმებას, წყვეთ შრომას. იწყებ საკუთარი მითის დაჯერებას. და იმ წამსვე, როცა საკუთარ მითს ირწმუნებ, რეალობა სატვირთო მატარებლის ძალით გეჯახება. შენ აქტიურად უნდა ეძებო ოთახები, სადაც არარაობა ხარ, სადაც შენი წარსული მიღწევები აბსოლუტურ ნულს ნიშნავს, სადაც ჰაერი იშვიათია, სტანდარტები დაუნდობელი, ხოლო კრიტიკა ქირურგიული. აერჩიე ჭკვიანი მრჩეველები და მიეცი მათ სიმართლის თქმის თავისუფლება, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა გკითხავ. აკონტროლე უკუკავშირის მარკუჟი. მოითხოვე სასტიკი სიმართლე, მაგრამ მკაცრად მართე, ვის აქვს მისი თქმის უფლება. გაეკეცი დაუმსახურებელ ქებას. ეს ნელი მოქმედების შხამია. ის შენს გონებას შაქარში ახვევს, მაშინ როცა შიგნიდან ალპობს შენს ამბიციას. მაგრამ რა ხდება, როცა გაურბი ხარ მლიქვნელებს? რა ხდება, როცა გადაწყვეტ დასერიოზულდე, საქმე შეუდგე და საბოლოოდ ააშენო იმპერია? ხშირად პირდაპირ მესამე ოთახში აბიჯებ, ადგილას, რომელიც ზუსტად პროგრესს გავს, მაგრამ სინამდვილეში ციხეა. იცი სად გვდება რეალურად პოტენციალი? არა ბრძოლის ველზე, არა შთამბეჭდავი ცეცხლოვანი საჯარო მარცხით. ის გვდება ომის ოთახში. კეთილი იყოს შენი მობრძანება ჰიპოთეზების თავშესაფარში. ეს არის დაუსრულებელი მტანჯველი მომზადების ადგილი. დაფა, სავსე იდეალური სტრატეგიებით.
მყარი დისკი, სავსე გადმოწერილი კურსებით, რომლებიც არ დაგისრულებია. უბის სიგნაკები, სავსე ბრწყინვალე იდეებით, რომლებიც იდეალურ დროს ელოდებიან. კომპიუტერი ღამის 3 საათზე, როცა უკვე მე ასეთ იკვლევ შენს კონკურენტებს და საკუთარ თავს ეუბნები, რომ კვლევას ატარებ. ეუბნები თავს, რომ ოპტიმიზაციას ახდენ. ამას სტრატეგიას ეძახი. შენ იტყუები, შენ იმალები. უნდა გძულდეს ხოხმანი. ბედის წერა ძალადობრივი მდინარეა. როცა ის მშვიდია, შენ აშენებ კაშხლებსა და ჯებირებს, მაგრამ როცა წყალდიდობა მოდის, უნდა იმოქმედო ძლიერად და გადამწყვეტად. კაცი, რომელიც ზის მდინარის ნაპირზე და დაუსრულებლად ითვლის წყლის ზუსტ სიჩქარეს, უბრალოდ დაიხჭობა საკუთარ მათემატიკაში. ჰიპოთეზების თავშესაფარში ყველაფერი უკიდურესად უსაფრთხოდ გეჩვენება, იმიტომ რომ არაფერია რეალური. ვერ გაგაკრიტიკებენ პროტოტიპის გამო, რომელიც არასდროს გაშვებულა. ბაზარი ვერ დაგიწუნებს პროდუქტს, თუ მას არასდროს გაიტან გასაყიდად. ვერ დაკარგავ ინვესტიციას, თუ უბრალოდ დაუსრულებლად აანალიზებ გრაფიკებს. პერფექციონიზმი არ არის სრულყოფილების სტანდარტი. ის ღრმა, გაუცნობიერებელი ლაჩრობის სიმპტომია. გაშინებს დამწყების ეტაპის ულამაზო და უხვეწავი რეალობა. გსურს გამოტოვო იმის დამცირება, რომ რაღაცაში ცუდი ხარ და ტელეპორტით პირდაპირ ოსტატობაში აღმოჩნდე. შეხედე მე-15 საუკუნის იტალიელ დაქირავებულ მეთაურებს, კონდოტიერებს. კონდოტიერი, ეს იყო დაქირავებული რაზმის მეთაური იტალიაში. ზოგიერთი მათგანი მთელ სიცოცხლეს რომაული ფორმაციების შესწავლას უწუნიდა. ითვლიდნენ მზის დაცემის იდეალურ კუთხეს. კითხულობდნენ უდველეს ტექსტებს ომის ლოგისტიკაზე. შემდეგ გადიოდნენ ტალახიან ბრძოლის ველზე, გაუნათლებელი სასტიკი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ, რომელთაც უბრალოდ მათი ყელის გამოღადვრა სურდათ. თეორია იმსხრება ზუსტად იმ წამს, როცა სახეში მუშტს სურთღამენ. გაიხედე ჩვენს ქუჩებში. დააკვირდი დაუსრულებლად მობაეკრე ეგრეთ წოდებულ ინტელექტუალებს თუ პოლიტიკოსებს. ისინი 10 წლეულებია აწყობენ საქართველოს გადარჩენის იდეალურ სტრატეგიებს, წერენ გრანდიოზულ მანიფესტებს და განიხილავენ მესამე ძალის შექმნის უზადო გეგმებს, მაგრამ არასოდეს ისვრიან ფეხს არენის ტალახში. ჰიპოთეზების თავშესაფრის მუდმივი საპატიო ტყვეები არიან. ურჩევნიათ იყვნენ მართლები თეორიაში, ვიდრე დამარცხდნენ პრაქტიკაში. როდესაც ზედმეტროს ატარებ ჰიპოთეზების თავშესაფარში, გივითარდება ფატალური ქედმაღლობა. გგონია, რომ იცი როგორ ითამაშო თამაში, რადგან წესების წიგნი დაიზებირე, მაგრამ მენიუს დაკითხვა არ ნიშნავს, რომ საჭმელი დააგემოვნე. რუკა არ არის ტერიტორია. ბაზარს არ აინტერესებს შენი იდეალური გეგმა, სამყაროს არ აინტერესებს შენი უნაკლო სია. მას აინტერესებს აღსრულება. აინტერესებს ის, რისი ფიზიკურად მანიფესტირებაც შეგიძლია რეალობაში. ამ ოთახიდან თავის დასაღწევად უნდა მიიღო აგრესიული შეტევის ფილოსოფია. ჩაუში პროექტი მანამ, სანამ მზადყოფნას იბრძნობ. ისაუბრე მანამ, სანამ წინადადებას იდეალურად ჩამოაყალიბებ. იმოქმედე მაშინ, როცა გეგმა ჯერ კიდევ 70%-ით არის მზად. ჯობია იყო იმპულსური, ვიდრე ფრთხილი. იმპულსი პატიობს შეცდომებს, პარალიზება არ პატიობს აბსოლუტურად არაფერს. შეწყვიტე შენი ცხოვრების დაფაზე ხაზვა. ჩაამსხვრიე მინა, შედი არენაზე. ის ჭრილობები და ჩალუჯებები, რომლებსაც რეალურ სამყაროში მიიღებ, 5 წუთში იმაზე მეც გასწავლის, ვიდრე ჰიპოთეტური დაგეგმვის 5 წელი. როდესაც საბოლოოდ ტოვებ დაგეგმვის ფაზას და იწყებ მოქმედებას, გარდაუვალად აწყდები წინააღმდეგობას და დაღლილობის ჟამს დაიწყებ დასასვენებელი ადგილის ძებნას. ამას მივყავართ მეოთხე დამანგრეველ ოთახამდე. მეოთხე ოთახი გაგანადგურებს არა მოძრაობის შეჩერებით, არამედ შენი მიმართულების სრული დამახინჯებით. ამას ეწოდება ცრუ ეკვივალენტობების დარბაზი. ეს არის თანამედროვე ციფრული ლანდშაფტი, დაუსრულებელი, ტვინის გამომფიტავის სკროლვა. გარემო, სადაც შენს უხეშ, გაუფილტრავ, გულისებს მიღმა არსებულ რეალობას ზომავ ვიღაც სხვის ძლიერ რედაქტირებულ, საუკეთესო მომენტების კრებულთან. მაგრამ ეს ბევრად უფრო ღრმად მიდის, ვიდრე უბრალოდ სოციალური მედიის შური. უნდა გესმოდეს მათი გარეგნული იერსახის ხურების უდიდესი საფრთხე. გახსოვდეს, რომ ადამიანებს იმდენად სწრაფად უჩნდებათ სხვათა სიმდიდრისა და სტატუსის სურვილი, რომ ისინი ბრმად აკოპირებენ მათ მეთოდებს ისე, რომ არასოდეს იაზრებენ მათი წარმატების კონტექსტს. ეკრანზე უყურებ 20 წლის მილიონერს, ხედავ მანქანებს, ხედავ ცხოვრების სტილს, მაგრამ ვერ ხედავ ბერკეტებს, ვერ ხედავ მდიდამშობლებს, ვერ ხედავ დამალულ გაკოტრებებს, ვერ ხედავ ეთიკის იმ სოციოპათურ ნაკლებობას, რომელმაც შესაძლოა მათი გზა მოგირწყლა. ცრუ ეკვივალენტობების დარბაზში შენ გატყუებენ, რომ ირბინო მარათონი, რომლისთვისაც არასდროს ყოფილ ხარ აღჭურვილი,
იმ ბილიკზე, რომელიც არასდროს აგირჩევია. შური სტრატეგიის საბოლოო ქურდია. როდესაც შურით მოქმედებ, წყვეტს საკუთარი თამაშის თამაშს. თმობ შენს უნიკალურ, თანდაყოლილ უპირატესობებს, რათა მიბაძოს ხვისას. ეს სრულიად პროგნოზირებაც ხდის. ხდები შენი კონკურენტის მეორე ხარისხოვანი ვერსია. მეორე ხარისხოვანი ვერსია კი ყოველთვის ნადგურდება ორიგინალის მიერ. გაიხსენე უძველესი ქალაქის, კართაგენის ისტორიული შეცდომა. ისინი ზღვის უდავო ბატონ-პატრონები იყვნენ. მათ საზღვაო ფლოტს ბადალი არ ჰყავდა. მათი უზარმაზარი სიმდიდრე საზღვაო ვაჭრობიდან მოედინებოდა, მაგრამ როდესაც ისინი რომს, ხმელეთის სასტიკად ეფექტურ ძალას ებრძოდნენ, რომაული ტერიტორიული დომინაციის შურმა ისინი მასშტაბურ ქვეით ომებში ჩაითრია. სცადეს რომზე მეტი რომი ყოფილიყვნენ. უარყვეს თავიანთი უდიდესი ძალა, რათა მტრის სასურველ თეატრში ებრძოლათ. კართაგენი მიწასთან გაასწორეს და მის მინდვრებში მარილი დათესეს. როდესაც შედარებას აძლევ შენი ქმედებების კარნახის უფლებას, შენ მარილს თესავ საკუთარ მიწაზე. იწყებ გადაწყვეტილებების მიღებას იმის მიხედვით, თუ რა მოეჩვენება შთამბეჭდავად იმ ადამიანებს, რომლებსაც არც კი სცემ პატივს. ყიდულობ ნივთებს, რათა აჩვენო სტატუსი, რომელიც არ დაგიმსახურებია. ცვლი ბიზნეს მოდელს, რადგან რაღაც ტრენდი პოპულარულია და სრულიად ივიწყებ იმ ძირითად კომპეტენციას, რომელმაც თავიდანვე გაქცია ძლიერად. ეს სტრატეგიული თვითმკვლელობაა. თუ გინდა რომ გადაურჩი ან დარბას, უნდა გამოიმუშაო დაუნდობელი, თითქმის ამპარტაუნული გვირაბული ხედვა. სხვების მიღწევებს უნდა უკურო როგორც უბრალო მონაცემებს და არა როგორც მორალურ განაჩენს საკუთარ ღირებულებაზე. როცა ხედავ რომ ვიღაც იგებს, მოიშორე ემოცია, ცივად დაშალე მათი გამარჯვება. რა გააკეთე სწორად, რა მექანიზმების მოპარვა შეგიძლია, რა ხარვეზებს მალავენ ამ ბრწყინვალების მიღმა. აქციე მათი წარმატება შენს სახელმძღვანელოდ. შეწყვეტე შენი პირველი ქვეთავის შედარება მათ მეოცე თავთან. გახსოვდეს რომ საკუთარ იარაღს უნდა დაეყრდნო და არა სხვისას. შენი დროის ხაზი მხოლოდ შენია. შენი იარაღი მხოლოდ შენია. ზუსტად ის მომენტი, როცა წყვეტ გვერდზე ყურებას, არის მომენტი, როცა მართლა საშიში ხდები. იწყებ თვით საბოტაჟის არქიტექტურის დანახვას. 4 ოთახი. წამებულთა სასამართლო. მლიქვნელობის კარი. ჰიპოთეზების თავშესაფარი და ცრუ ეკვივალენტობების დარბაზი. როცა მათში შედიხარ, ისინი არ გვანან მახეებს, არამედ გვანან კომფორტს, მეგობრობას, მომზადებას, ამბიციას. სწორედ ეს ხდის მათ სასიკვდილოს. ეშმაკი არ მოდის წითელი მოსასხამით და რქებით. ის მოდის იმის ფორმაში, რაზეც ყოველთვის ოცნებობდი. ის ინიღბება როგორც უმცირესი წინააღმდეგობის გზა. უნდა გაიგო, რომ შენი გონება არის ტერიტორია მუდმივი, სასტიკი ალყის ქვეშ. ყოველი გარემო, სადაც შედიხარ, ცდილობს მოახდინოს შენი ფიქრების კოლონიზაცია. მათ უნდათ შენი ყურადღება, მათ უნდათ შენი ენერგია, მათ უნდათ შენი აბსოლუტური მორჩილება. იმისათვის, რომ გონებრივად ხელშეუხებელი გახდე, უნდა გარდაქმნა საკუთარი თავი სისუსტისთვის მტრულ გარემოთ. უნდა შეხედო ირგვლივ მყოფ ადამიანებს, კონტენტს, რომელსაც დაუსრულებლად მოიხმარ, ფიზიკურ და ციფრულ სივრცეებს, სადაც იმყოფები და დასვა ერთი სასტიკი კითხვა. ეს ჩემს מחვილს ლესავს თუ აჩლუნგებს? თუ ის აჩლუნგებს, უნდა მოკვეთო ბოდიშის გარეშე, ოქმანის გარეშე. გეტკინება, დაკარგავ მეგობრებს, გიწოდებენ ციუს, დაგაბრალებენ, რომ თავი ყველაზე უკეთესი გონია. აცადე ილაპარაკონ. ცხრები ყოველთვის წუწუნებენ, როცა მგელი ფარასტოვებს. მათ არ ესმით, რომ შენ იმიტომ კი არ მიდიხარ, რომ ამპარტავანი ხარ. მიდიხარ იმისთვის, რომ გადარჩე. შენ გადაურჩი პირველ 4 ოთახს. მოიშორე მკვდარი წონა. შეწყვიტე თანაგზნობის თხოვნა. აღარ უსმენ პირფერებს. გამოხედი დაგედმვის ფაზიდან და დაამსხვრიე შურის სარკე. გგონია, რომ თავისუფალი ხარ? არ ხარ, რადგან შემდეგი ადგილი არ იყენებს შენს ეგოს, შენს წინააღმდეგ. ის იყენებს შენს მადლიერებას. გაიხსენე, სად მიდიხარ, როცა მოკლე გზა გჭირდება, როცა დაიღალე შრომით, როცა კარი ჩაკეტილია და ვიღაც გასაღებს გთავაზობს. ყოველგვარი პირობების გარეშე. უბრალოდ სამსახური მეგობრებს შორის. უბრალოდ მენტორი, რომელიც პროტეჟეს ეხმარება. უბრალოდ ინვესტორი, რომელსაც ჯერა შენი ხედვის. კეთილი იყოს შენი მობრძანება დავალდებულების ოთახში. ადამიანების უმეტესობას ჯერ არა, რომ განადგურება მათი მტრებისგან მოდის. ისინი ჰორიზონტზე დანასეძებენ, მაგრამ ყველაზე სასიკვდილო ჭრილობები מחვილისგან არ მოდის. ისინი მოდის საჩუქრისგან. მაკიაველიმ გამკინავი სიცხადით დაინახა ადამიანური ვალდებულების მექანიზმები. მას ესმოდა, რომ ადამიანები შენთან არიან მიბმულნი იმ სარგებლით, რომელსაც იღებენ,
მაგრამ მან ასევე იცოდა ამ კანონის ბნელი, საპირისპირო მხარეც. როდესაც იღებს სარგებელს, იმ წამსვე გიკეთებენ სახელურს. რენესანსის იტალიაში ძალაუფლებას მხოლოდ מחვილიანი კაცები არ ფლობდნენ. მას ფლობდნენ კაცები, რომლებსაც დაუთრები ჰქონდათ. შეხედე კოზიმო დე მედიჩის. მას ფლორენცია არმიით არ დაუპყრია, მან ის ბანკით დაიპყრო. ის გენიალური იყო, ის აბსოლუტურად თავდაბალი ჩანდა. ცხენის ნაცვლად ჯორით დადიოდა. უბრალოდ ეცვა, მაგრამ დახურულ კარს მიღმა ის ჩუმად ასესხებდა უზარმაზარ თანხებს, თავადაზნაურობას, ვაჯრებს, აღმავალ პოლიტიკოსებს. ის სამსახურს ტკბილეული ვითარიგებდა, ეხმარებოდა ჩაძირულ ბიზნესებს, ისტუმრებდა გავლენიანი კაცების ვალებს. მას უწოდეს სამშობლოს მამა, მაგრამ მამა ფლობდა მის შვილებს. იმ მომენტში, როდესაც ვინმე გაბედავდა კოზიმოსთვის პოლიტიკური წინააღმდეგობის გაწევას, ის მკვლელებს კი არ აგზავნიდა, უბრალოდ მოითხოვდა სესხის დაბრუნებას, მკისიერად, სრულად. კაცები, რომლებსაც ეგონათ, რომ ინდუსტრიის დამოუკიდებელი ტიტანები იყვნენ, ერთ ღამეში მათხოვრებად იქცნენ. ისინი სრულად და ჩუმად განადგურდნენ სწორედ იმ გულუხობით, რომელსაც ზეიმობდნენ. როდესაც შედიხა დავალდებულების ოთახში, ქრიდი მომავალ ავტონომიას აწმოს კომფორტისთვის. თახტები სამსახურს ტოქსიკური ბიძისგან, რადგან კარგად იხდის. იღებ უფასო შებულებას მანიპულატორი პარტნიორისგან. იღებ დაფინანსებას ინდაფინანსებას ინვესტორისგან, რომელიც უთქმელ ლოიალობას ითხოვს. ეუბნები თავს, რომ ეს მხოლოდ ბიზნესია. ეუბნები თავს, რომ მათ იღენებ. შენ არ იღენებ მათ. ისინი შენს სულში ყიდულობენ წილს. რა ხდება, როცა გსურს ურთიერთობის დასრულება? რა ხდება, როცა გსურს შენი ბიზნესი წაიყვანო იმ მიმართულებით, რომელიც ინვესტორს სძულს? რა ხდება, როცა საბოლოოდ უპირისპირდებით ტოქსიკურ ოჯახის წევრს? ისინი ეკაჩებიან ჯაჯუს. ყველაფრის მერე რაც შენთვის გავაკეთე, მე შექმენი შენ, შენ ჩემი ვალი გაქვს. დანაშაულის გრძნობა არის ყველაზე პარალიზებადი ნეიროქიმიური მდგომარეობა, რომლის განცდაც ადამიანს შეუძლია. ის შენსავე მორალს ირენებს შენს წინააღმდეგ იარაღად. წლების განმავლობაში დარჩები ძალადობრივ ურთიერთობებში, უპერსპექტივო პარტნიორობებსა და გამომფითავ გარემოში, უბრალოდ იმიტომ, რომ შენი ფსიქოლოგიური დავთარი ამბობს, რომ ვალი გაქვს. ადამიანებს, რომლებიც გთავაზობენ დაუმსახურებელ მოკლე გზებს, არ სურთ შენი ფრენის დანახვა. მათ სურთ შეგიკვეცონ ფრთები და გამოგამწყუდიონ ოქროს გალიაში, რათა იმღერო მათთვის, როცა კი მოისურვებენ. უფასო არაფერია. სამყარო გაცვლის აბსოლუტური კანონით ფუნქციონირებს. თუ ფულით არ იხდი, იხდი თავისუფლებით. თუ შრომით არ იხდი, იხდი ღირსებით. როგორ დააღწიო თავი ამ პალატას? შენ უნდა გახდე ფანატიკოსი დამოუკიდებლობის მიმართ. ყოველ დაუმსახურებელ საჩუქარს უნდა უყურო როგორც პოტენციურ ტროას ცხენს. როდესაც ვინმე გთავაზობს სამსახურს, რომელიც ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ სიმართლე იყოს, უარყავი ის. გადაიხადე საბაზრო ფასი. გაუძელით დაყოვნებას. აერჩიე კიბეები იმ ლიფტის ნაცვლად, რომელსაც გთავაზობენ. თუ იძულებული ხართ მიიღოთ დახმარება, დაუყოვნებლივ განსაზღვრეთ დაფარვის პირობები. დაწერე ფურცელზე. გაისტუმრე ვალი ისე სწრაფად, როგორც ეს ადამიანურად შესაძლებელია. იყავი ის, ვინც გასცემს სამსახურს და არასოდეს ის, ვინც იღებს მას. შენ უნდა იყო კრედიტორი და არასოდეს დებიტორი. იყიდე თავისუფლება ნაღდი ფულით, ოფლით, სისხლით, მაგრამ არასოდეს არავითარ შემთხვევაში არ იყიდო ის შენი ვალდებულებით. კაცს, რომელსაც არაფერი მართებს, არავისი ეშინია, მაგრამ რჩება კიდევ ერთი, უკანასკნელი ოთახი. თუ დააღწევ თავს კრედიტორებს, თუ გაასუფთავებ დავთარს, თუ ააშენებ იმპერიას შენივე პირობებით, გარდაუვალად შეაბიჯებ ყველაზე გრანდიოზულ სცენაზე. და სწორედ აქ პოულობს ძალაუფლების მქონე ადამიანების 99% თავის დასასრულს. ჩვენ მივახციეთ უფსკრულს, განადგურების საბოლოო ადგილს. შენ ააშენეთ ციხესიმაგრე. დისციპლინირებული ხარ, ცივი ხარ, მაგრამ ადამიანი ხარ. და ღრმად, შენს პრიმალურ ტვინში არის ტომობრივი ინსტინქტი, რომელიც ითხოვს მიღებას. გინდა რომ სოფელს უყვარდე, გინდა რომ მასებს ესმოდეს შენი ხედვის, გინდა რომ კარგ ტიპად გთვლიდნენ. კეთილი იყოს შენი მობრძანება საზოგადოებრივი აზრის საკურთხეველზე. ეს არის თანამედროვე ობსესია, იცხოვრო სრულად აღქმულად. ეს არის იძულება, ახსნა შენი საზღვრები, სასუწარკვეთილი მოთხოვნილება, მოიხადო ბოდიში, როცა ვინმე არასწორად ინტერპრეტირებს შენს ქმედებებს. სურვილი, იყო ყველასთვის ახლობელი და გასაგები.
ეს არის ოდესმე შექმნილი ყველაზე ეფექტური თვითმკვლელობის მანქანა. ხალხის ბუნება ცვალებადია და თუმცა მათი დარწმუნება მარტივია, რთულია მათი შენარჩუნება ამ რწმენაში. ბრბო არ არის რაციონალური სუბიექტი. ბრბო არის მხეცი, რომელსაც მართავს მხოლოდ ცვალებადი ემოციური ქარები. მოდი გავაანალიზოთ ჯიროლამო საონაროლას შემაძრწუნებელი ბედი. მე-15 საუკუნის ბოლოს საონაროლამ დომინიკელმა ბერმა ფლორენციაში აბსოლუტური ძალაუფლება მოიპოვა. მას არ გამოუყენებია სიმდიდრე მედიჩებივით. მან გამოიყენა საზოგადოებრივი აზრის საკურთხეველი. ის კითხულობდა ცეცხლოვან ქადაგებებს ფუფუნების, კორუფციისა და ცოდვის წინააღმდეგ. მიაგნო საზოგადოების აღშფოთების ძარღვს. აგრძნობინა მათ თავი მართლებად. საზოგადოებას ის უყვარდა. დაშს უკრავდნენ, როდესაც მოაწყო ამაოების კოცონი, სადაც მოქალაქეები თავიანთ ხელოვნებას, წიგნებსა და ძვირფას ტანსაცმელს ქალაქის მოედანზე უზარმაზარ ცეცხლში ყრიდნენ. საონაროლა მიაჯენებდა ბრბოს მორალური უპირატესობის ტალღას. მას ეგონა, რომ ხელშეუხებელი იყო, რადგან ხალხი მის მხარეს იდგა. მაგრამ დაავიწყდა, რომ ხეცი ყოველთვის მშიერია. როდესაც ფლორენციამ ეკონომიკური გაჭირვება განიცადა და რომის პაპმა ის ეკლესიიდან განკვეთა, პოლიტიკური კლიმატი შეიცვალა. იგივე საზოგადოებამ, რომელიც მის ქადაგებებზე ტიროდა, უცებ მოიწყინა. იგზნეს შეზღუდვები. ბრბოს ახალი სანახაობა სჭირდებოდა. ისინი მყისიერად შემოტრიალდნენ მის წინააღმდეგ. ზუსტად იმ მოქალაქეებმა, რომლებიც მას აღმერთებდნენ, შტურმით აიღეს მისი მონასტერი. ის ზუსტად იმავე მოედანზე გამოათრიეს, სადაც ამაოების კოცონი ენთო. ჯვარზე ჩამოკიდეს და მის ქვეშ ცეცხლი დაანთეს. საზოგადოება აგიშენებს პედესტალს და შემდეგ ამავე პედესტალის ხეს გამოიყენებს შენთვის ეშაფოთის ასაშენებლად. როდესაც ცხოვრობ საზოგადოებრივი აზრის საკურთხეველზე, გადასცემ შენი ემოციური მდგომარეობის დისტანციურ პულსს, მილიონობით უცნობს, რომლებსაც საკუთარი გონებისაც კი არ ესმით. ქართულ ცნობიერებაში ამ საკურთხეველს ძალიან მარტივი და შემზარავი სახელი ჰქვია: რა სიტყვის ხალხი. ეს არის უხილავი ტერორი, რომელიც თაობებს ანადგურებს. დაფიქრდი ილია ჭავჭავაძეზე, კაცზე, რომელიც არასოდეს ეფერებოდა ბრბოს. ის პირდაპირ და სასტიკად ეუბნებოდა საზოგადოებას თავის ნაკლოვანებებს. ბრბომ ეს ვერ აიტანა, გააშავა, უღალატა და საბოლოოდ ფიზიკურად გაანადგურა. მაგრამ ილია არ მუშაობდა აპლოდისმენტებისთვის, ის მუშაობდა ეპოქისთვის. დღეს კი ის ხალხი, ვისი წინაპრებიც მას ქვებს ესროდნენ, მის ძეგლთან სანთლებს ანთებენ. რატომ იხდი ბოდიშს შენი ამბიციის გამო? რატომ წერ გძელ აბზაცებს შენი ცხოვრებისეული არჩევანის ასახსნელად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეში 0 წამს უთმობენ საკუთარი შენებას? იყო გასაგები და ახლობელი, ნიშნავს იყო საშუალო. იყო გასაგები მასებისთვის, ნიშნავს ოპერირებდე ყველაზე დაბალი საერთო მნიშვნელის დონეზე. გონია, რომ გამჭვირვალობა ავთენტურს ხდის, არ ხდის. გამჭვირვალობა სამიზნედ გაქცევს. როცა საკუთარ თავს ხსნი, შენ ნებართვას ითხოვ. როცა ეძებ მასობრივ მოწონებას, შენ ქვეცნობიერად აძლევ სიგნალს, რომ მათი განსჯა უფრო მეტს იწონის, ვიდრე შენი საკუთარი მწამსი. იმ წამსვე, როცა კომენტარის, ჯორის ან გაუგებრობის გამო შეკრთები, ბრბოს სისხლის სუნს იგრძნობს. ისინი გამოსცდიან შენს საზღვრებს, მოითხოვენ მეტ ბოდიშს, მოითხოვენ, რომ დაპატარავდე, რათა მათმა მედიდურობამ თავი კომფორტულად იგრძნოს. მაკიაველი გვირჩევდა, რომ მართველი არ უნდა შეაქრთოს, თუ მას სასტიკს უწოდებენ. იმ შემთხვევაში, თუ ეს მის იმპერიას ერთიანობას უნარჩუნებს. რამდენიმე სამაგალითო დასჯით, ის უფრო მოწყალე იქნება, ვიდრე ისინი, ვინც ზედმეტილმობიერებით უწესრიგობას აძლევენ გავრცელების საშუალებას. გამოიყენე ეს შენს ფსიქოლოგიაზე. არ უნდა გადარდებდეს, თუ სხვის ისტორიაში ბოროტ მოქმედი იქნები. არ უნდა გადარდებდეს, თუ გიწოდებენ ციუსს, ან პარტავანს, ან მიუწვდომელს. როდესაც შენი ცხოვრებიდან ტოქსიკურ ადამიანს მოკვეთ, ისინი მთელ სამყაროს ეთქვიან, რომ ურჩხული ხარ. აცადე. არ გაასწორო ნარატივი, არ დაიცვა თავი. როდესაც ფასებს გაზრდი და იაფფასიან კლიენტებს დაკარგავ, ისინი ხარბს გიწოდებენ. აცადე. როდესაც სიჩუმეში წახვალ შენი იმპერიის ასაშენებლად, იტყვიან, რომ შეიცვალე. აცადე. სიჩუმე საზოგადოებრივი გაუგებრობის ფონზე არის ფსიქოლოგიური დომინაციის უმაღლესი გამოვლინება. სუსტები გარბიან თავიანთი რეპუტაციის დასაცავად. ძლიერებმა იციან, რომ რეპუტაცია მხოლოდ ჭრდილია. სხეული, რომელიც ამ ჭრდილს აგდებს, არის ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. ჩამოდი საკურთხევლიდან, შეწყვიტე სისხლის ხვრა ბრბოსთვის, შეწყვიტე შენი სიკეთის მტკიცება იმ სამყაროსთვის, რომელიც მხოლოდ ძალას სცემს პატივს. შენ უნდა მიიღო სიცივე, აბსოლუტურად კომფორტულად უნდა იგრძნო თავი იმ ფაქტთან, რომ არასწორად გაგიგეს.
როდესაც წყვეთ წუხილს იმაზე, თუ როგორ აღგიქვამენ უმრავლესობაში, ახდენ შენი ძალაუფლების კონსოლიდაციას იმ მცირე რიცხოვანთათვის, ვისაც რეალურად აქვს მნიშვნელობა. ხდები მოჩვენება მასებისთვის და ღმერთი შენ საკუთარ რეალობაში. შეხედე ოთახებს, რომლებიც შევაღეთ. წამებულთა სასამართლო, მლიქვნელობის კარი, ჰიპოთეზების თავშესაფარი, სრუ ეკვივალენტობების დარბაზი, დავალდებულების პალატა, საზოგადოებრივი აზრის საკურთხეველი. 6 ოთახი, რომელიც შექმნილია შენი ქმედი თუნარიანობის წასართმევად. 6 ფსიქოლოგიური სასაკლაო, შექმნილი იმისთვის, რომ დაგტოვონ დამშვიდებული, შეშინებული და დამოკიდებული. შენ წლების განმავლობაში შედიოდი და გამოდიოდი ამ ოთახებიდან. გეგონა რომ შენი დაღლილობა ფიზიკური იყო, გეგონა რომ შენი შფოთვა ქიმიური დისბალანსი იყო. გეგონა რომ შენი პროგრესის ნაკლებობა ნიჭის ნაკლებობა იყო. არც ერთი მათგანი არ ყოფილა. ეს იყო შენი გეოგრაფია. უბრალოდ ცდილობდი თესლის ჩაგდებას მოწამლულ ნიადაგში. ვერ გადააჭარბებ შრომით, ტოქსიკურ გარემოს. მედიტაციით ვერ დაამარცხებ манипуляციას. პოზიტიური აფირმაციებით ვერ გამოაღწევ ოთახიდან, რომელიც შენს გასასრესად არის შექმნილი. ერთადერთი გამოსავალი ამპუტაციაა. არ ჭირდება სწავლა როგორ გადარჩე შტორმში. უნდა ისწავლო როგორ გახდე შტორმი. იმისათვის რომ გახდე შტორმი, დაუნდობლად უნდა გაფილტრო ის სივრცეები, სადაც იმყოფები. დაიცავი საზღვრები. თუ მეგობართა ჯგუფი მოითხოვს, რომ იწუწუნო მათთან მოსარგებად, დატოვე ჯგუფი. თუ გარემო ტაშში უკრავს შენს პოტენციალს, მაგრამ არ მოითხოვს აღსრულებას, დაწვი ხიდი. თუ სიტუაცია მოითხოვს, რომ ვინმეს შენი ღირსება დაუთმო, წამოდი ცარიელი ხელებით. თუ ბრბო მოითხოვს ბოდიში შენი წარმატების გამო, მიეცი მათ შენი დუმილი. ეს მოითხოვს დაუნდობლობის ისეთ დონეს, რომელიც შეაშინებს იმ ადამიანებს, ვინც აქამდე გიცნობდა. იტყვიან, რომ ჭკუიდან შეიშალე, იტყვიან, რომ ტვინი გამოგირეცხეს. ისინი რეაგირებენ შენზე წვდომის დაკარგვაზე. შენი ხელმისაწვდომობა ოდესღაც მათი გართობა იყო. შენი ბრძოლები ოდესღაც მათი კომფორტი იყო. შენი მზაობა, დარჩენილი ხავით პატარა, იყო ის წებო, რომელიც მათ მკრიფე ეგოებს ერთად კრავდა. როდესაც დატოვებ ამ 6 ოთახს, განიცდი ღრმა, შოკის მონგრელ სიცარიელეს. ხმაური შეწყდება, დრამა გაქრება. ყველასთვის სიამოვნების მინიჭების მუდმივი, აბეზარი შფოთვა ორთქლდება. დარჩები მარტო. და ეს იზოლაცია არის დიადების ლაბორატორია. ამ სიცარიელეში შენ საბოლოოდ გაიგონებ საკუთარ ხმას. საბოლოოდ იგზნობ შენივე პოტენციალის შემაძრწუნებელ ზონას. აღარ მოახდენ რეაგირება სხვების მიერ დაგებულ მახეებზე. ააშენებ საკუთარი დომეინის არქიტექტურას. შენ პაიკიდან, რომელიც დაფაზე ნავიგაციას ცდილობს, გადაიქცევ იმ ხელად, რომელიც ფიგურებს ამოძრავებს. შენ ჩართე ეს ვიდეო გარე საფრთხეების ძიებაში. გინდოდა იმ საგნების სია შენს გარეთ, რომლებისთვისაც თავი უნდა აგერიდებინა, მაგრამ ჭეშმარიტი ძალაუფლება მოითხოვს დაუნდობელ სარკეს. მე გაჩვენე 6 ოთახი, რომელიც გაგანადგურებს, მაგრამ სად მდებარეობს რეალურად ეს ადგილები? ისინი არ არიან ფიზიკური შენობები. შენ ვერ იპოვი მათ GPS-ზე. ისინი მთლიანად შენი არჩევანის საზღვრებში არსებობენ. აშენებრი წამებულთა სასამართლოს ყოველ ჯერზე, როცა სამყარო დაადანაშაულე. შეაღე მლიქვნელობის კარი ყოველ ჯერზე, როცა იაფიქება მოიძიე. ააგე საზოგადოებრივი აზრის საკურთხეველი ყოველ ჯერზე, როცა ამოწმებდი მოეწონე თუ არა მათ. სამყაროს არ გამოუმწყუდევი ხარ. შენ გადაეცი სამყაროს გონების ნახაზები და სთხოვე გალიის აშენება. შენ ხარ საკუთარი განადგურების არქიტექტორი, რაც ნიშნავს, რომ ასევე ხარ საკუთარი იმპერიის არქიტექტორი. შენ ფლობ აბსოლუტურ ძალაუფლებას. დაშალო ეს ოთახები დღესვე, ახლავე. შეგიძლია გახვიდე კარში და უკან აღარასოდეს მოიხედო. მაგრამ როცა დგახარ იმ ადგილების ნანგრევებში, სადაც ოდესღაც ცხოვრობდი, როცა მტვერი ილექება და სიჩუმე იშლება შენს წინაშე, ჩნდება ახალი კითხვა. ისწავლე როგორ დაიცვა საკუთარი გონება სამყაროსგან, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ყველაზე დიდი საფრთხე აღარ არიან ირგვლივ მყოფი ადამიანები? რა ხდება მაშინ, როცა იხედები იმ სიცარიელეში, რომელიც ახლახან შექმენი და აცნობიერებ, რომ ყველაზე საშიში манипуляტორი და დაუნდობელი მტერი, რომელსაც ოდესმე შეხვდები, არის ის, ვინც სარკეში გიყურებს. ხარ მზად საკუთარ თავთან საომრად? მადლობა, რომ მეგობრობ ფიორისთან. თუ თვლი, რომ ვიდეო საინტერესო გამოვიდა, მოიწონე, გაუზიალე მათ, ვისაც ამის ცოდნა სჭირდება, გამოიწელე არხი და გაააქტიურე ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეს ახალი ვიდეოები.